ხო თითქოს არაფერი, რა ვიღაცა გოიმა რა ვერ ელაპარაკა ინგლისურად, რა ამერე, ხო? არაფერი რა მოხდა. მაგრამ ამაში არ არის საქმე, გაიგე? ესე იგი საქმე იმაშია, რომ ესე იგი პრეზიდენტის ცოლი ხარ, ხო? ესე იგი ხო უნდა იმდენი გესმოდეს, ან იმ შენმა ქმარმა გითხრას, ხო, პრეზიდენტი რო არის რა, ჭალებში, ხო? ან ვიღაცამ აი ამ პრეზიდენტის ვიღაც თანაშემწემ ამ მრჩეველმა, ან ამ პარტიაში ხო არის ეგ პრეზიდენტი იმ პარტიის ვიღაც, აი ვიღაცამ ხო შეიძლება გითხრას, რომ შენ საქართველოს წარმოადგენ. და ესე იგი, რაღაცა უფრო რამე ღირსები წარდექი რა, თქვა არ შეგვიძლია ინგლისური ილაპარაკე ქართულად თარჯიმანი გეყოლება, ან და თქვა ესე იგი რაღაც ძალისხმევა ჩადევი რა, იმიტომ რამდენია სადღაც 10 რაღაც სტროფი ხო, ან რაღაც ეგეთი ხო, მეტი ხო არ არის. აი ეგ რა ვთქვათ, ისწავლე რა, დაიზეპირე, ხო? ჩემი მეგობარია, ეხლა არ მინდა არ ვიცი, უნდა თუ არა ვახსენო გვარი რა, აზეროვანი, მაგრამ მარიქვია სახელად და ესე იგი არის ლექციების სერია TED-ის რა, რომელიც ძალიან განთქმულია, კლინტონიდან დაწყებული, ვის არ უთქვა და ვიღაცა კვანტავშიკები და მხეცი ფიზიკოსები ვინ არ გამოსულა TED-ის ლექციებზე და რაღაცნაირად გაეჩითა ვარიანტი, რომ შეიძლება რომ ლექცია წაეკითხა და TED-ის კონტექსტში და TED-ის პროგრამაში ყოფილიყო რა. ხო და გოგომ ინგლისური არ იცოდა, საერთოდ არ იცოდა ინგლისური და ესე იგი დაწერა ლექცია ქართულად, მოიყვანა ინგლისურის მასწავლებელი 4 თუ 5 დღე თან ეჩქარებოდა, გაუთავებლად იმუშავდა, მთელი ლექცია ზეპირად ისწავლა, ზეპირად. ესე იგი გაგება შეერკვა ინგლისურის და ეთქი რამდენი 35 წუთიანი რა აღარ მახსოვს TED-ი რამდენი 30 წუთიანია მგონი. ეგეთი ლექცია ისწავლა თავიდან ბოლომდე ინგლისურად ზეპირად და ესე იგი გამოვიდა ლექციას და მე ვუყურე იმ ლექციას და ხო შენი არ ვერ შეატყობდი რა არის ინგლისური რა. ესე აი ეს გაზეპირებული ბავშვი რატო? იმიტომ რომ პატიმოყვარე, იმიტომ რომ გაიგე აქვს ჟინი და რაღა და ესენი რა არაფრიდან რო დაილტყეს ეს პრეზიდენტობები და რაღაცეები და არავინ რო არ ახარ, არაფერს არ წარმოადგენს, არც აქვს, არც ღირსების გზნობა, არც იმის გზნობა, რომ ესე კი სამშობლო უნდა წარადგინო. ეთქი არიან ნამდვილი მომხმარებლები, ხა გავარდა, გაიგე, სადღაც ჩაჯდა, კაი პონჩი, იქ კიდევ რაღაცა მელანიამ დაპატიჟაო, გაიგე და ჭკუაზე არ არიანტო. ჭკუაზე არიან, просто არაფერი არ ინაუდა, არიან ნამდვილი კონსიუმერისტები რა, ესე კი აი რა ნამდვილი მომხმარებლები და ცხოვრებას იხმარენ რა, გაიგე და ის რომ რამე უნდა დააბრუნოთო, რამე ამ ყაველაშვილმა თო დაიწყო მასწავლებელთან სიარული ჩააბარა, გააკეთა ფილოსოფიაში PhD-ან რამე რაღაც, აი მან რო არის აქ რაღაც ვითომ რომ პრეზიდენტობს რა. რამე გააკეთა რომ აი უკან აი ხალხო მეიცი ახლა ის რა ვინ იყო ლი იმისი სინგაპურის პრეზიდენტი თო ეს პრეზიდენტი იყო კაცი და წავიდა 2 წელი და ისწავლა ამერიკაში დატოვა ვიღა თავის ადგილზე და 2 წელი სწავლობდა ამერიკაში. ეთი გაიგებს ადამიანები არიან, გესმის ადამიანები და მართლა აქვს გული და მართლა აქვს რაღაცა, გაიგე, ასე ყველა გამოჩენჩერებული და ასე მარტო მოხმარებაზე და უღუნთ ადგილი დაიკავონ და დაეკრან როგორმე იმათ წებოსასხავენ რომ ვერ ააყენო სკამიდან, თო შეიძლება ეგეთი რამე? აი ესეთი რამე ჩაფარჩაკება, ვინ იყო კიდე აქ ივანიშვილიც რაღაც გამოვიდა, ერთხელ რაღაც პროტუნებდა ენა არ იცოდა, არ გახსოვთ რაღაცა, რატო აკეთებენ ხალხო ამას გამაგებინე? თუ არ იცი ენა რა არის სასირცხვილოთო? გაიგე რა არის აქ სასირცხვილო? თქვი არ ვიცი ენა, ნუ აი ესე ამეწყო ცხოვრება რა. გავაკეთე მილიარდები თო და ენა არ ვიცი რა მოხდა, ხო? არა გოიმი რო ხარ თო მაინც რა გოიმი, გაიგე და ყველაზე დიდი სიგოიმე ისე რომ ვალდებულების გზნობა რო არ აქვს არაფერზე თო. ვალდებულების რომ გაიგე მე ხალხის საქართველოს წინაშე ვალდებულება თო დაჯეკირე 9 საათი ისწავლე რა ტექსტი. ისწავლე რომ ხალხის წინაშე რომ ეთიკი რა ასახელო ხალხი რომ აი ნახე რა გამართულად რაღაცა გამოვიდა ქართველი და აი ეს რატო უნდა მოგივიდეს ხო? ეთიკი პატიმოყვარეობა არა ვალდებულების გზნობა არა არაფერი რაღაცაო იმისიო მეფის გვარის რა მეფის გვარის კაცო რის მეფის გვარის ეთიკი ადამიანი რომელიც ესე კი არაფერი აი ესეთი ღირსება არ გააჩნია გინდა მეფის გვარის იყოს და გინდა რა ვიცი ეძგვერაძე ჩემსავით არა მეფის გვარი. აპრესასაულია რაც ხდება რა.
ამ იმაზე შიულაშვილზე რაც მოხდა, მაგალითად ცალკე ჩაგიწერთ, რომ აზე მოხვიდეთ, პროსტა რა დღეში ხართ, რეებს აკეთებთ, ვაფშე რითი ცხოვრობთ, რა იდეალები გაქვთ, ან ეს ჩვენი ქართული ინტელიგენცია დაშტერდა შიულაშვილის სიტუაციაზე გამოტვინებულებით, ვისაც პატივსცემი ისინიც რომ სისულელებს ლაპარაკობდნენ, სულელებივით იქცეოდნენ. წარმოუდგენელია უბრალოდ რა, უბრალოდ რა, მენტალიტეტი არ მუშაობს რა. აზროვნებაში ხო არ გადადის, აზროვნებაზე იმაც აქვს დაწერილი წიგნი ჰაიდეგერს რა არის აზროვნება. ხო არ გეუბნებით ის წაიკითხე ეგ წიგნი რა არის აზროვნება რა, მაგრამ ელემენტარულ დონეზე რომ ესე იგი მენტალურობა ვერ გადავიდეს აზროვნებაში და ესეთი დაგლეჯილი ის არ კონდეს წარმოდგენა სამყარო რა არის, შეიძლება ესე ცხოვრება? უბრალოდ მართლა მთელი გული მტკივა რა, რომ 10 წელი რა შევწირე FB-ზე მე ხო სერიოზულად მუშაობ 3 საათი ზოგჯერ დღეში 4 საათი ვინმე მიხდის ჰონორარი მაქვს თუ რა 10 წელი შევწირე აი ამ საზოგადოებას ჭყალებში საზოგადოებას აი ამ რაღაცა ილუზიაში ბოდვაში მყოფს ბოდვადი ღირებულებებით ფაქტებს რო ვერ ხედავენ ღალატის ფაქტებს ვერ ხედავენ იმის რომ სისულელის ჩადენის გამო ეკლესიამ და იმად რა ქვია იმაში რა ქვია საერთოდ საეკლესიო ცხოვრება ჩაიშალა როგორც სულიერება ისეთი სიგიჟეები ჩატარდა გაატენეს რა ვიცი ვით დებილები და ძველი ბიჭები და იმით ყველაფერი ამის დანახვას რამე უნდა რომ ბლუყუნებს მამაო ვერაფერს ვერ ლაპარაკო ისეთ სიგიჟეებს ლაპარაკობენ და ისეთ სისულელს ეგ ხო არის YouTube-ზე შეიძლება დააგროვო და კინო გააკეთო მაგათი სიგიჟეს ვინ გააკეთა თუ დირექტორი არ ვარგა აკადემიაში ყავს დებილი მხატვრები ხო როგორც საქართველოს აკადემიაში თბილისში რექტორი დებილია და ყავს დებილი მხატვრები ხო პროფესორებად აი ეს არის იმაშიც რა ქვია საპატრიარქოში და ყველგან გაიგეთ რატო ვერ ხედავთ ამას ხალხო რატო არ გაქვთ ხარისხის გზნობა ამაზე ცალკე ჩავწერ ესე იგი ვიდეოს